მოდით ახლა ფანჯრების სიგანეები დავადგინოთ. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ არის სავარჯიშო პროექტი, საჭიროების შემთხვევაში თვითონ რასაც ჩათვლით რეალური პროექტირების დროს იმას გააკეთებთ. მე მოდი ესეთ ქმედებას გამოვიყენებ. ანუ რეალურად მაგალითად აი ამ ფანჯრის, რომელიც სიგანე ახლა არის 1500, დაუშვათ თუ გამოვაღებთ შიგნით ფანჯრებს, დაახლოებით რო ხდებოდეთ, რამხელა ადგილს დაიკავებს არსებული ფანჯრის ფრთები. ჩვენ შეგვიძლია შესაბამისად ჩავრთოთ გაღება, ეს არის opening type and angle, ხვეული აქედანაც გავხსნით და დაგანახოთ სია. აი ეს არის სიაში, სადაც ახლა ამჟამად ვიმყოფებით და ორივე open angle-ში შეგვიძლია ჩავწეროთ გრადუსი, მაგალითად 90, ოკეის დავაჭიროთ და დავინახავთ რამხელაზე გაიღო ფანჯარა. ნუ იგივე მოდით მაგალითად აი ამაზე, რომელიც სიგანე, ნუ მაშინ არ დაგვიდგენია ჩვენ პირობითად 900-ია, იგივე ოპერაცია შევასრულოთ. ნუ რა თქმა უნდა, მართვის საშუალებები თითქმის ერთნაირი აქვს, ამიტომ იგივე ხოვლში ვარ და შესაბამისად ვაღებ. ნუ ფაქტურად მე მგონი გასაგებია, რომ შინაარსიდან გამომდინარე ასეთი ფანჯრები რეალურად გამოიწვევს. ნუ ჩათვალეთ, რომ პრაქტიკულად მთელი ადგილი დაკავებული აქვს, ხო, ამ ფანჯრების გაღებას, აი ეს მონაკვეთი აქეთ სულ დაკავებული იქნება. ნუ მარტო ამაზე არ მაქვს ახლა საუბარი, ვიღაცის შეიძლება სულ ერთი იყოს, ვიღაცის ასეც იყოს მისაღები, მაგრამ კიდე გავიმეორე, ეს არის სავარჯიშო და გამომდინარე აქედან გადავწყვიტოთ ახლა ცვლილების შეტანა. ეხლა თვითონ პროექტს თუ შევხედავთ, პროექტთან გამომდინარე სავარაუდოდ ალბათ ასე უნდა იყოს, ხო, თითქმის კვადრატულია და დაახლოებით თუ დავაკვირდებით, ჩვენ 1600 გავაკეთეთ, ანუ მეტრ60-იანი და სიგანე დაახლოებით კვადრატია, ხო, 1500 კი ბატონო შეგვიძლია დავტოვოთ, მაგრამ კიდე ხაზგასმით გამოფ, ეს არის სავარჯიშო, რაღაცებს პარალელად გაჩვენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის არქიკადის სასწავლო კურსი. ვითომ რაღაც სავარჯიშოს მიზნით, აი რაღაც გამოთვლებს გავაკეთებ, რომ საჭიროების შემთხვევაში მე თქვენს ვიცოდეთ როგორ იმოქმედოთ, ხო? დაუშვათ წარმოვიდგინოთ, რომ აი ეს კოლონა არის ახლა აქ ჩასმული, აქ არის მეორე კოლონა ჩასმული და ნუ თავისთავად აქ უნდა ჩავსვათ, ამოვასვათ, ხო, ასე თქვათ, კოლონებს შორის ღიობი ბლოკით, ამ შემთხვევაში სამშენებლო ბლოკით, დავტოვოთ შუაში ღიობი ფანჯრისათვის. და ნახოთ ახლა აქ რა მანძილი გვჩება. წინა ვიდეოში მე გამოვიტანე იქიდან ზომა, მაგრამ ნუ მოდით ფაქტიურად ახლა შევეცდები რაც შეიძლება მაქსიმუმ სწორ ზომას გამოვიტან, ამიტომ გამოვიყენებ აი ამ ხაზებს და მოვდივარ უშუალოდ ამაზე ვაწყობებ. როდესაც აქედან გავომაქ ხაზები, მაშინ მარტივად ჯდება ამ გადაკვეთის ასე ვთქვათ ნაწილებში და გავზომოთ ახლა რეალურად რა მანძილი გვაქვს აქ. ჩავრთოთ დოკუმენტში ზომის ხელსაწყო, აღვნიშნოთ ერთი წკაპით ამ ხაზზე, მეორე წკაპით ამ ხაზზე, ორი წკაპით დავამთავრე და ვერტიკალურად ჩამოწევ დაბლა. ანუ 212 არის. ნუ ლოგიკურად რო ვთქვათ, წინაზეც ვისაუბრე, კი ბატონო, შესაძლებელია თუ შესაბამისი ბლოკი გვექნება, შუაზე გავყო და ნახევარი ჩავსვათ აქ, ნახევარი ჩავსვათ აქ და ნუ კი ბატონო, შეგვიძლია დავტოვოთ. მაგრამ მოდი დაახლოებით დავთვალოთ, ხო? ნუ ბლოკი სავარაუდოდ ნებისმიერი თითქმის როგორც წესი არ არის ზუსტად 40 სანტიმეტრი, არის 38 სანტიმეტრიანი, ხო, 2 სანტიმეტრმა ასე ვთქვათ შევსება ბლოკებს შორის მშენებლობის დროს იყოს გამოყენებული, ამიტომ გამოვიყენებ ახლა კალკულატორს მე ამ შემთხვევაში და დაახლოებით დავითვლი მთლიანი ბლოკი რო ჩავსვა აქ, ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან, მაშინ რამ სიგანე უნდა იყოს ეს ფანჯარა აქ. ანუ ამსეთ შემთხვევისთვის, ესე იგი 340 მილიმეტრი არის შესაბამისად 38 სანტიმეტრი და ამას გამოვაკლოთ 212, რომელიც იქ გვაქვს ახლა ამ შემთხვევაში, ხო? ესე იგი 168 უნდა შემოვწიო ფანჯარა აქეთ ამ მხრიდან და 168 იქით ამ მხრიდან, ესე იგი ეს რიცხვი უნდა გავამრავლო 2-ზე და მივიღებ 326-ს. თუ ჩვენ გვაინტერესებს ახლა რამხელა უნდა იყოს ფანჯარა, ფანჯრის 1500-ს გამოვაკლებთ ამას და გავიგებთ რა ზომა უნდა იყოს, რომ დაგვრჩეს ეს მანძილი აქ პირდაპირ ასე თქვათ სახით, ხო? მოდი ამიტომ აქვე გამოვაკლებ ახლა მინუსით კი მივიღებ, მაგრამ არა აქვს ამას ახლა მნიშვნელობა. 1164 უნდა იყოს ეს ფანჯარა. მოდით მოვნიშნავ ამ ფანჯარას და შევიტან აქ ცვლილებას 1164 ჩავწეროთ ენტერს დავაწვევი. ანუ აი ესეთი სიგანე გამოვა. ნუ რა თქმა უნდა ფანჯარამაც გაღებამ ვიზუალურად ასე ვთქვათ დავატარება მიიღო. ნუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო უბრალოდ ეფექტი იმისათვის, რომ მეჩვენებინა, საიდან შეიძლება ფანჯრის გაღების ჩვენება. ნუ მე მგონი შინაარსობრივად ახლა ვინც ვართ არქიტექტორები, თუნდაც კონსტრუქტორები დაახლოებით ხვდებით რა დანიშნულება შეიძლება კონდეს ამას, ხო? ნუ
საჭიროების შემთხვევაში, მათ შორის დოკუმენტების დროს შეგიძლიათ გამოაღვოთ. გავზომოთ ახლა რა მივიღეთ აქ და რა თქმა უნდა პატარა კორექტირება შევიტანოთ. ამ ასე თქვათ ცვლილებებში. გამოვიტანოთ კიდევ ერთ ხაზს, დავაწყობებ ამაზე, მომაქვს აქ, დავსვავ ამ ხაზზე. ნუ ამ ზომის ნიშნულს წავშლი, რა თქმა უნდა. მათ შორის გავხსნი აი მღილაკს აქ, გამოვიჩევ areas guideline. ნუ აქ ხვდებით მე მგონი რომ ეს დამატებითად რაღაცებს გაჩვენებთ, ხო? დავაწყობე და წავშალე, escape-ს დავაჭირე, გავთიშე. ჩავრთე ეს ხელსაწყოისევ და აღვნიშნე ერთი წკაპი აქ, მეორე წკაპი აქ, ორი წკაპი დავამთავრე, ჩამოვწე ვერტიკალურად დაბლო და მივიღებ ეს შესაბამისი ზომა. ნუ რაც შეეხება ახლა ფანჯარას, ნუ ახლა სრულად ლოგიკურია რომ სადღაც აი ესეთი ზომის გაკეთებას შეგვიძლია ზედმეტი 4 მმ-ით კიდე დავაპატარავოთ, ხო, მაგალითად 1160 გავაკეთოთ, ანუ მეტრად და 16 სანტიმეტრი. ან შეგვიძლია მეტრად და 15 სანტიმეტრი გავაკეთოთ, ალბათ უფრო ლოგიკურად სწორი იქნება, ხო? ამიტომ შევიტანოთ ასეთი ცვლილება. 1150 გავაკეთოთ. ნუ თავისთავად ახლა რიცხვი აქაც შეიცვლებოდა. მე მგონი ამას ხვდებით ხო, იმიტომ რომ ეს ახლა პირდაპირ მიბული არ არის ზომაზე რომ შეიცვალოს, ამიტომ გამოვიყენებ ისევ areas წავშლი. ამასაც დავამთავრებ cancel-ით, მარჯვენაც დავამთავრებ, წერან გითხარით escape კლავიშზე მეთქი, ანუ ორივე ვარიანტი შეიძლება იყოს გამოყენებული. კიდევ ერთხელ გამოვიტან ამას მირობავ აქ და გავზომოთ ახლა აქ რა გვჩება, ხო? ერთი წკაპი აქ, მეორე წკაპი აქ, ორი წკაპი დავამთავრე, ჩამოვწიე დავლა და ნუ დაახლოებით რა თქმა უნდა პატარა ღიობით გვჩება, ცოტა მეტი ღიობი გვჩება, ასე ვთქვათ, ვიდრე ჩვენ გვჭირდება, ანუ რეალურად 7 მმ შეიძლება ჩავთვალოთ, ნაკლები იქნება, თუ ბლოკი ზუსტად 38 სანტიმეტრიანი იქნება, ერთი მხრიდან მეორე მხრიდან და პანჯერაც შეიძლება ითქვას თავისუფლად შევძლებთ მის შიგნით ჩასმას. ნუ კიდევ მე უნდა გავითვალისწინოთ, ამ შემთხვევაში ეს იყო მაგალითი, რაც მე შემოგთავაზეთ, როგორ შეიძლება ასეთი ანგარიშები ვაკეთოთ, დანარჩენი საჭიროების შემთხვევაში თვითონ დაიანგარიშებთ ხოლმე. გადმოვიდეთ ახლა აქეთ. ნუ აქაც შეგვიძლია ანალოგიური ფორმით განსაზღვროთ რა უნდა იყოს ეს. ნუ აქ ჩვენ შეგვიძლია ვიანგარიშოთ მაგალითად ან ამ კუთხიდან, მაგრამ ასევე აღვნიშნე წინა გაკვეთილზე რომ ახლა კოლონა ასეთი კუთხით მე აქ ფანჯარა სამკუთხედების ასე ვთქვათ შევსება სამშენებლო მასალით კი რა თქმა უნდა შეიძლება სულად ნალესით გაკეთდეს, მაგრამ ალბათ მოდი უკეთესი იქნება რომ კოლონა გავაკეთოთ. მათ შორის რა თქმა უნდა ერთგვარი სავარჯიშო გვექნება. ამიტომ მოდით ესეთი რაღაცა ვცადოთ ჩვენ აქ დაახლოებით გავატაროთ ხაზი სად გვექნება ასე ვთქვათ გატარებული ეს ფორმა, ანუ ხვდებით ხო რომ კუთხე აღარ მექნება აქ, ანუ აი ესე შევავსებინებ კოლონას და მე იქიდან გამომდინარე ვიმჟელოთ რაც გავაკეთებ. ამისათვის ჩავრთავ lines, ერთ კაპს გავაკეთებ აქ და მიყოლებით, ანუ აი ამ წერტილს რო შევეხები, გავყვები აი ამ ჰორიზონტალურ ხაზს. ცოტა გძელს ვაკეთებ, რა თქმა უნდა. დავამთავრებ კაპით ამავე წერტილში, ვინაიდან ხაზავდი ამ ხაზის მეთოდით, ამითი რომ დამეხაზა, მაშინ ერთი ხაზი დაიხაზებოდა, ზედმეტი კაპი აღარ დაჭირდებოდა. ნუ დაახლოებით გადაადგილებისათვის გამოვიყენებ, ეს იქნება ჩვენი ხაზი, ასე თქვათ, საიდანაც 10-ლას გავაკეთებ ხოლმე. დავუშვათ და დავდე, დავაწყაბე ხაზე, დავდოთ პირობითად აი ამ ადგილას იყოს ეს. ნუ დავუშვათ, ჩათვალეთ, რომ კოლონა გვექნება აი ესეთი ფორმის. ნუ ამ შემთხვევაში ხა 900-იანი გვაქვს ეს ცალფრთიანი ფანჯარა, ნუ აქ ლოგიკურად შეგვიძლია ვიმჟელოთ, თუ ეს არის 1500, 1150, ნუ ალბათ 600-იანი ფანჯარა ან 700-იანი შეიძლება გავაკეთოთ, ხო? მოდით წადოთ 700-яნის შემთხვევაში როგორი ფორმა იქნება კოლონის. ესე იგი, ჩვენ გვჭირდება მაგალითად მინიმუმ აქიდან ბლოკის ნახევარი, ხო? ნუ რომ დავუშვათ შუაზე გაიჭრას მარტივად ბლოკი. მოდი წამოვიღოთ, დავდოთ ეს ხაზი ამ ადგილას. კიდევ ერთ ეს არის მარტივი მექანიკური ოპერაციები, რასაც მე ახლა ვცდილობ რომ გაჩვენოთ და საჭიროების შემთხვევაში მე კიდევ ერთ თვითონ უნდა განსაზღვროთ, სამწუხაროდ მაგნიტი არ იკრავს ახლა აქ ისევ და ისევ რომ მოვიტანო ახლოს. აი დავინახოთ რომ ოდნავ ავწდი. გავწევ გვერდზე კიდევ ახლან შევეცდები რომ დავსვა. არა, ნუ ისევ ვიდეო ჩანაწერის პრობლემა, ანუ არა ვშეხა 1-2 მმ დიდად ამ შემთხვევაში არ იმოქმედებს. კიდევ ვიმეორებ ეს არის პრობლემა ვიდეოს ჩაწერის, როდესაც ვაკეთებ, დავაწყაბო და შესაბამისი მიმართულებით, ანუ პერპენდიკულარულად მასთან მიმართ გამოწევ 200-ით. ნახოთ სად მოვა ეს ხაზი, ნუ სადღაც აი ამ ადგილას მოდის, ნუ საკმაოდ ცოტა უხერხული კოლონა გამოდის, მაგრამ ნუ ჩვენ აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ეს კოლონა არ წარმოადგენს მანდამაინც საყრდენს, როგორც არის კი გასაგები რომ ზემოთ აივანია, მაგრამ ნუ ისეთი
корпуსი არ არის მრავალსართულიანი, ბევრი რაღაცა ასე მზიდი კი არის დაახლოებით შეიძლება ითქვას, ხო, მაგრამ თქვათ არა ისეთი, როგორიც დანარჩენ კოლონებს ამ შენობაში. ამიტომ კი ბატონო, შეგვიძლია ასეთი ცოტა დაჭყლეტილი ან უფორმო კოლონა გავაკეთოთ. თუ უფრო შევამცირებთ მაგალითად ამას, თავისთავად კიდევ შეგვიძლია ეს ცოტა იქით გავწიოთ, ხო? და ასე ვთქვათ, შესაბამისად ანალოგიური ფორმა გავაკეთოთ. შეგვიძლია გამოვიყენოთ რაღაც სიმეტრიულობის პრინციპი, მაგალითად, რა მანძილიც აქეთ გვაქვს, იგივე მანძილი გავაკეთო იქით, რომ ეგრეთ წოდებული ყალიბის გაკეთება მე ანუ აპალოპკის გაკეთება ამ კოლონისათვის უფრო დაუშვათ მარტივი იყოს, ახლა ერთნაირი მანძილები იქნება. მოდი ამასაც გაჩვენებთ. ახლა აქ ამ შემთხვევაში როგორ ვიმოქმედებდი? გამოწევ ამ ხაზს აქ, ჩავთავ რა თქმა უნდა ისევ ლაინს, აი ამას გამოვიყენებდი. დავაწყაბებ ამ კუთხეში, შემდგომ დავაწყაბ, ბარემ გადავთავ, მოდი თქვენს გადართეთ ამაზე. გადმოვალ აქეთ წვეროლამდე დავაწყაბებ. ეს არის ჩვენი ხაზი. აი ეს, რომელიც დავხაზი აქ და ერთი დაწყაბებით ვერ მოვნიშნე, სამაგიეროდ შემელია მოვნიშნო, თუ აი ეგ დავაწვევი და ამოვირჩევ აი მღილაკს, აი ესეთი გადატარებით, ოღონდ ამ გადატარებასაც რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს, რომ ზედმეტი რამე არ მოყვეს, როგორც დააკვირდით, დაახლოებით ხო ვიცი ხაზი სად არის აქ და აი ასე ვატარებ აი ამ ადგილას და ახლა აქ მეტი სხვა ნაწილი ესეთი მსგავსი არ არის რომ მოინიშნოს. მოგლეთ თუ შემოვატრიალო ახლა იქით ამ ხარეს და ნიშნულს დავინახავ მე ხო, ამიტომ ვიყენებ rotate, შემელო დაწყაბებითაც გამეკეთებინა, მაგრამ edit-ით ვაკეთებ rotate, ვაწყაბებ ამ წვერვალში, მერე ვაწყაბებ ამ წვერვალში, ვატრიალებ mouse და გადმომაქვს აქეთ მიმართულებაზე. ნუ აი აქ არის ეს ასე თქვათ ხაზი, მოხსნათ მონიშნა, ვიზუალურადაც ჩანს და შეგვიძლია ახლა ეს ხაზი წამოვიღოთ ამ წერტილიდან, დავაწყაბეთ, ჩავრთე გადაადგილება და მოვიტანოთ დავსვა აი ამ ადგილას. ნუ ფაქტურად აი ეს იქნება მონაკვეთი კოლონის, რომელიც ჩვენ გვექნება, ნუ როგორც ერთი მხრიდან, ისევე მეორე მხრიდან, ეს მე მგონი გახსოვთ მათ შორის მაინც გავამახვილებ ყურადღებას, რომ ფანჯარა ჩვენ ახლა შუაში გვაქვს ჩასმული, თუმცა, ნუ რა ვიცი, შეიძლება თუ არ ჩაგისვათ, ახლა უნდა ჩასვათ, რა თქმა უნდა, შუაში გამოიყენოთ, მაგრამ გასწორებებსაც რა თქმა უნდა შევეხებით თავისთავად ამ სახით. მოკლედ, აი ეს პროფილი იქნება ჩვენი პროფილი, რომელიც აქ გვაქვს. ნუ ანალოგიური ვარიანტი აქაც შეიძლება გაკეთდეს, ხო, ანუ ერთი მხარე და მეორე მხარე შეიქმნას და შესაბამისი პროფილი შევქმნათ აბსოლუტურად მსგავსი შინაარსით. მოდი ამიტომ ჩავატარებ აქაც იგივე პროცესებს, ანუ დავაწყაბოთ ერთი წყაბით აქ, მეორე წყაბით აქ. მოვნიშნოთ მე ეს ხაზი, თუ დაწყაბებით არ გამოგდით მონიშნა, უკვე იცით როგორ უნდა გააკეთოთ, ხო? შემოტარებით შემოატარებთ. ეხლა რეალურად აქ მე რიგელი მიშლის ხელს, რითი ვხვდებით ხოლმე, ხო? როდესაც დააწყაბე და გონია რაღაცა მოინიშნა, იქ უნდა შეხედო რა არის მონიშნული. ნუ საჭიროების შემთხვევაში მათ შორის რა თქმა უნდა შეგიძლიათ შეხვიდეთ და გათიშოთ ის ელემენტები, ეს უნდა გახსოვდეთ ყოველთვის ხელს რაც გიშლით. ამიტომ პირობითად მოდი გავთიშავ რიგელს, იმიტომ რომ რეალურად აქ არაფერში არ მჭირდება ეხლა რიგელი და შევეცდები ახლიდან ამ ხაზის მონიშნა. ეხლა კოლონად შეიძლება დროებით გათიშო, მაგრამ მე მგონი აღარ გეს, ხო? იმიტომ რომ შეგვიძლია ესეთი მონიშნით მოვნიშნოთ ეს ხაზი. მოკლედ ამ მსგავს მოქმედებებს უკვე წესით და რიგით თუ თავიდან მოყვებით ამ პროექტს, ანუ მინიმუმ ერთხელ მაინც თავიდან ბოლომდე გააკეთეთ, აქ თუნდაც აქამდე ხართ მოსული, წესით და რიგით რა თქმა უნდა ჩვეულებრივ უნდა შეძლოთ გაგრძელება. ვაკეთებ ისევ rotate-ს, ისევ ვაწყაბებ ახლა ამ წერტილში, მერე ამ წერტილში და ვატრიალებ აქეთ ამ მხარეს. ნუ იგივე ხაზი შეგვიძლია ახლა კოპირებით წამოვიღოთ, მოვნიშნოთ ეს, გამოვიყენო edit-დან move-ში drag copy, კლავიატურული კომბინაცია შესაბამისად shift control D, დავაწყაბო აქ, ოღონდ კლავიატურულ კომბინაციას თუ გააკეთებთ ხოლმე, უნდა მიაქციოთ იმას ყურადღება, რომ ქართულ, ანუ ლათინურზე უნდა იყოს ჩართული. დავაწყაბოთ აქ, ანუ გულისხმობ კლავიატურა ლათინურზე უნდა იყოს ჩართული. ესე იგი აქ აი ესეთი შევსება გვექნება კოლონის. ნუ ფაქტურად შეგვიძლია ახლა გავზომოთ აქიდან აქამდე რა გვაქვს მანძილი და მე დავიანგარიშოთ ოციანები რო აქ დავტოვოთ, შუაში რა ღიობი გვჭება. ჩავრთე ხელსაწყო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სავარჯიშო, რომ საჭიროების შემთხვევაში თვითონ მე გადაწყვიტოთ რა გინდათ და როგორ უნდა გამოიტანოთ შესაბამისი პარამეტრები. ეხლა მე აქ სწორად არ ავიღე რა თქმა უნდა წერტილი ადგილმდებარეობის, ამიტომ ვერ გამსაზღვრავ ზუსტად მანძილს, ამ მარჯვენათი ვაწყაბებ და წერტილზე ვაწყაბებ, ისე რომ ერთი წყაბი გავაკეთოთ აქ, ესე იგი შიდა ნაწილში მაგაკეთებული ლესვის და აქაც ანალოგიურად აი ამ ადგილას ვაკეთებ წყაბს. ორი დაწყაბები დავამთავრე, გამოვწიე, დავაფიქსირე და მივიღეთ აი ეს მანძილი.
ნუ რა გამოგდის ესე იგი თუ ისე გამოვიყენებ კალკულატორს. ნუ რა თქმა უნდა ამ მილიმეტრებს ვიანგარიშებ, მე პლუს მინუს იქ შევცვლით რაღაცას, ხო 991 გამოკლებული, ნუ 20 იქიდან 20 აქიდან 400 საკმაოდ ვიწრო გამოდის ფანჯარა 591. ნუ მე მგონი ძალიან პატარა სარკმელი გამოგვივა. ნუ 580 შეგვიძლია გავაკეთოთ. ეხლა არის 6700, ნუ 580 ხვდებით რომ უკვე ძალიან ვიწრო იქნება სავარაუდოდ ვიზუალურადაც შევხედოთ, თუმცა კიდე გავემერებ ეს არის სავარჯიშო და მანდამაინც იმაზე აუცილებელი არ არის იფიქრო რომ აქ მერე ბლოკით ამოვაშენოთ, თუმცა ვისაუბრე ხო თავისთავად რა შედეგები მოყავს, როდესაც ბლოკი დაუშვათ არ არის ისეთი როგორც ჩვენ გვინდა. ნუ პრინციპში დავტოვებ ეხლა მე ამას აქ, მაგრამ ამ ფანჯარას შეუცვლი სიმაღლეს, მათ შორის მე სხვა პარამეტრებით შესაძლებელი იქნება, იგივე რაც აქეთ გავაკეთეთ. ვერც სიტყვით აი ასეთი პირობითად კიდევ ვიმეორებ რიცხვები შევიტანე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ვიღაცას მე პრეტენზია არ ქონდეს, არ თქვას რომ ეს რაც გავს რატო გავაკეთეთ ეს პანჯარა. კიდევ ვიმეორებ მხოლოდ იმისათვის რომ მსგავსი მოქმედებები გესმოდეთ როგორ გააკეთოთ. ეხლა ვასრულებ remove guidelines, ანუ მთლიანად all ყველა რაც ზედმეტი გავაკეთე, ნუ ხაზები ჯერჯერობით ჭირდება. შემდეგ ვიდეოზე უკვე რა თქმა უნდა ჩავწერ აი ამ კოლონების მართვის საშუალებას, ანუ პრაქტიკულად შევქმნათ აი ესეთი კოლონები და განვიხილავ მე შემდეგ ვიდეოში. დასევება არ დაგავიწყეთ ყოველი ვიდეოს და გამეორების შემდეგ დაასევეთ პროექტი და ისე დაახურეთ თუ აღარ აგრძელებთ რა თქმა უნდა მუშაობას.